საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ლაზარესა და უცხოური დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახალდაბაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა. პროექტის მიზანი კავკასიის რეგიონში მცხოვრები მოზარდების აქტიური დასვენება და მათი გასართობ შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვა. საზაფხულო ბანაკში ქართულ ბავშვებთან ერთად სომეხი და აზერბაიჯანელი მოზარდები ისვენებენ. ორგანიზატორების განცხადებით მსგავსი პროექტები კავკასიაში მცხოვრები ერების მეტად დაახლოებას შეუწყობს ხელს. საზაფხულო ბანაკი მომავალ წელს სომხეთში გაიხსნება. წელს წარმოდგენილია ქართველი, სომეხი და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდები, სულ 60 მოზარდი იღებს წელს მონაწილეობას ბანაკში და ასევე დაგეგმილია ქართველი ბავშვების გამგზავრება სომხეთში, ასევე ამ პროექტის ფარგლებში მოწყობილ ბანაკში. Ჩამოვიდი, ძალიან კაი დრო გავატყრე, ძალიან ბევრი ხალხი გავიცანე, სხვადასხვა ნაციონალის, ბევრი შეკვები ვისწავლის. ამ ბანაკმა მოგცა საშუალება, რომ დავმეგობრებოდით აზერბაიჯანელ და სომეხ ბავშვებს, გაგვეცნო მათი კულტურა, ტრადიციები და ჩვენს შეგვეძლო ასევე წარმოგვედგინა მათთვის როგორია საქართველო, როგორია ჩვენი თუნდაც ცეკვები, ტრადიცია, საჭმელი და ასე შემდეგ.